იმპერიული ჩინეთის 2000 წელზე მეტი ისტორიის განმავლობაში. ხოდ ერთმა ქალმა გაბედა ქვეყნის უმაღლესი ტიტულის ხიად გამოყენება. მას დედოფლად არ მოიხსენიებდნენ, არც უბრალოდ იმპერატორის ცოლის ან დედის როლში ყოფილა. ამის ნაცვლად მან თავი ჩინეთის იმპერატორად გამოაცხადა. მისი სახელი იყო ვუ ზეტიანი, ის გარდაიცვალა 1300 წელზე მეტი ხნის წინ. მაგრამ დღემდე მის მიმართ დამოკიდებულება კვლავ გაყოფილია. ზოგისთვის ის იყო ჭკვიანი და გამორჩეული ლიდერი, რომელმაც მამაკაცების მიერ კონტროლირებულ სისტემას წინააღმდეგობა გაუწია. სხვაებისთვის კი ის იყო სასტიკი ქალი, რომელიც მზად იყო საკუთარი ოჯახიც კი გაენადგურებინა ძალაუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. საუკუნეების განმავლობაში მისი უფრო ბნელი ვერსია არაერთხელ იქნა მოთხრობილი. ის აღწერეს როგორც ძალაუფლების მოყვარული, მატყუარა და ულმობელი ადამიანი. არსებობს ძველი მატიანეები, რომლებიც მას საკუთარი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებენ. მაგრამ ამ ამბებში ერთი დიდი პრობლემა არსებობს. ვუ ზეტიანზე არსებული მრავალი ჩანაწერი დაწერილია ისტორიკოსების მიერ, რომლებიც მის ეპოქას შემდეგ ცხოვრობდნენ. მათგან უმეტესობა ეკუთვნოდა იმ სისტემას, რომელიც მიიჩნევდა, რომ მხოლოდ მამაკაცს უნდა ეხელმძღვანელა როგორც იმპერატორს. ძველი ჩინეთის ტრადიციით იმპერატორი ითვლებოდა ცისძედ, მამაკაცად, რომელსაც ზეცისგან ჰქონდა ნებართვა ეხელმძღვანელი. ამიტომ, როდესაც ქალმა მოიპოვა ეს ტიტული, მან მხოლოდ ტახტი კი არ დაიკავა. მან ასევე დიდი ხნის განმავლობაში არსებულ რწმენასაც დაუპირისპირდა. თუ რა ადგილი ეკავა ქალს თავრობასა და საზოგადოებაში. ამიტომაც რთულია დადგენა, რომელი ამბავი მის შესახებ არის ნამდვილი და რომელი შეთხზულია მისი სახელის შესაბღავად. ცხადია, ვუ ზეტიანი უბრალო ქალი არ ყოფილა, რომელიც მოულოდნელად მოვიდა ხელისუფლებაში. მოდი კიდევ უფრო გავიცნოთ მისი ისტორია. ის დაიბადა 624 წელს მდიდარ ოჯახში. მისი მამა იყო მთავრობის მოხელე და წარმატებული ვაჭარი, რომელმაც მხარი დაუჭირა ტანგის დინასტიის დაარსებას. იმის გამო, რომ მისი ოჯახი შეძლებული იყო, მან ისწავლა კითხვა, წერა და შეისწავლა ისტორია, პოლიტიკა და ლიტერატურა. ეს არ იყო ჩვეულებრივი შესაძლებლობა იმ დროის ბევრი ქალისთვის. როცა ის 14 წლის იყო, აირჩიეს იმპერიულ სასახლეში შესასრულად, როგორც დაბალი რანგის კონკუბინა, ანუ იმპერატორ დაიძუნის საყვარელი. კონკუბინა არის ქალი, რომელიც სასახლეში ცხოვრობს და შეიძლება იმპერატორის ხარჯა გახდეს, მაგრამ ყველა კონკუბინა მასთან ახლოს არ არის. ყველას აქვს მკაფიო რანგი და ბევრი მათგანი იბრძვის, რომ ყურადღება მიიპყროს. იმპერიული სასახლე ძალიან დიდია. ის სავსეა მოხელეებით, მცველებით, მსახურებით, იმპერატორის ცოლებითა და კონკუბინებით. ასეთ ადგილას მხოლოდ სილამაზე საკმარისი არ არის. უნდა შეგეძლოს ადამიანებთან ურთიერთობა, პოლიტიკის გაგება და მტრების თავიდან აცილება. ერთი არასწორი სიტყვა შეიძლება შენს პოზიციას დააზიანოს. თავდაპირველად ვუს მხოლოდ დაბალი თანამდებობა მისცეს, ასევე არ არსებობს მტკიცებულება, რომ ის იმპერატორ ტაიძონგის ფავორიტი იყო, მაგრამ სასახლეში ყოფნისას მან დაინახა, როგორ მუშაობს აღმოსავლეთ აზიის ყველაზე ძლიერი მთავრობა. მან ისწავლა, როგორ ირჩევს იმპერატორი მოხელეებს, როგორ იწერება ბრძანებები და როგორ იბრძვიან დიდი ოჯახები გავლენისთვის. როცა იმპერატორი დაიძუნი 659 წელს გარდაიცვალა, ყველა მიფიქრა, რომ მის ცხოვრებაც სასახლეში დასრულდებოდა. ტრადიციის მიხედვით, გარდაცვლილი იმპერატორის უშვილო კონკუბინებს ბუდისტურ მონასტერში აგზავნიდნენ. იქ ისინი თავს იფარსავდნენ, მონაზვნებად ცხოვრობდნენ და იშვიათად ბრუნდებოდნენ იმპერატორის კარზე. უცაც იქ გააგზავნეს, მაგრამ ის დიდხანს არ დარჩენილა იქ. ის დაბრუნდა სასახლეში ახალი იმპერატორის, გაოძუნგის, თაიძუნგის შვილის მმართველობის დროს. ყველა დეტალი ზუსტად ცნობილი არ არის, თუ როგორ მოხდა ეს. ისტორიული წყაროების მიხედვით შესაძლებელია მათ ურთიერთობა ჰქონდათ მანამდეც, სანამ ტაიძუნგი გარდაიცვლებოდა. ასევე შესაძლებელია, რომ ის სასახლეში დააბრუნეს გაოძუნგი, ცოლსა და მის საყვარელ კონკუბინას შორის ბრძოლის ნაწილის სახით. რაც არ უნდა ყოფილიყო ნამდვილი მიზეზი. აქედან დაიწყო მისი სწრაფი აღმასვლა. მან მოიპოვა იმპერატორ გაოძუნგის ნდობა და თანდათანობით მისი წოდება ამაყდა. მათ შვილები შეეძინათ და მისი პოზიცია სასახლეში კიდევ უფრო გაძლიერდა. 655 წელს გაოძუნგმა გადააყენა იმპერატრიცა ვანი და ახალ იმპერატრიცად ვუ დანიშნა. ამასთან ერთად ძალაუფლება დაკარგა მისმა კიდევ ერთმა მეტოქემ, კონსორტ სიო. აქედან დაიწყო ვუს შესახებ ყველაზე სასტიკი ამბები. მოვლიანო მემატიანეების მიხედვით ვუს ქალიშვილი ჩვილი გარდაიცვალა და ვუმ ეს ბრალი იმპერატრიცა ვანს დაადო. არსებობენ ისტორიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ თავად ვუმ მოკლა ბავშვი, რათა გაენადგურებინა თავისი მეტოქე. თუმცა არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულება იმის შესახებ, თუ როგორ გარდაიცვალა ჩვილი სინამდვილეში. საქმე ისაა, რომ ვუს წინააღმდეგ ბრალდებები მხოლოდ მოვლენების შემდეგ დაიწერა და შესაძლებელია ამაზე გავლენა პოლიტიკამ და ქალი მმართველის მიმართ ძლიერმა წინააღმდეგობა მოახდინა. ასევე არსებობს ამბავი, რომ იმპერატრიცა ვანისა და კონსორტ
სიაოს ხელები და ფეხები მოაჭრეს, სანამ მათ ღვინის ჭურჭელში მოათავსებდნენ. შესაძლოა მართლაც მოკლა თავისი მეტოქეები. იმპერიულ კარზე პოლიტიკა სასტიკი იყო და ბევრი მამაკაცი იმპერატორიც მსგავს მკვალობებს ჩადიოდა. მაგრამ ამბის ყველაზე მძიმე დეტალის დამტკიცება ზუსტად მოხდა თუ არა რთული. უფრო მეტად დასაჯერებელია, რომ მან წარმატებით მოიშორა ყველა, ვინც მის წინსვლას უშლიდა ხელს. და როცა იმპერატრიცა გახდა, აღარ დარჩა ჩუმად ქმრის უკან. ის აქტიურად ერეოდა მმართველობაში. ის კითხულობდა ანგარიშებს, ესწრებოდა შეხვედრებს და აძლევდა რჩევებს იმპერატორს. ხშირად ავადმყოფობდა გაოძუნგი. როდესაც მისი მდგომარეობა უარესდებოდა, უფრო მეტი პასუხისგებლობა გადადიოდა უზე. იყო შემთხვევები, როცა ისინი ერთად ხვდებოდნენ ოფიციალურ პირებს, მათ ორ ბრძენადაც კი მოიხსენიებდნენ, რადგან ორივე მონაწილეობდა მმართველობაში. როდესაც გაოჯონგი 683 წელს გარდაიცვალა, უ გახდა ქრივი იმპერატრიცა. ეს ნიშნავს, რომ ის გახდა ახალი იმპერატორის დედა. და მას შეეძლო ემართა როგორც რეგენტს, სანამ მისი შვილი მზად არ იქნებოდა. მაგრამ მან არ მისცა ნამდვილი თავისუფლება თავის შვილებს, რომლებიც ტახტზე დასვა. მისი ერთი შვილი მოკლე დროის შემდეგ გადააყენეს, რადგან თითქოს სცადა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. ის შეცვალა მეორე შვილმა, რომელიც უფრო ადვილად კონტროლდებოდა. მას კიდევ ერთი შვილი ჰყავდა, ლისიანი, რომელიც ადრე ტახტის მემკვიდრე იყო. ის ღალატში დაადანაშაულეს, გადაასახლეს და შემდეგ თვითმკვლელობა აიძულეს. არ არის ნათელი, მაგრამ ვარაუდობენ, რომ უბრძანა მისი სიკვდილი. მაგრამ ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ ის მზად იყო სახელმწიფოს ძალაუფლებას საკუთარ ოჯახზე წინ დაეყენებინა. 690 წელს უმ დაასრულა თავისი მმართველობა ტახტის უკან, მან თავისი შვილი გადააყენა და თავი იმპერატორად გამოაცხადა. და მან ტანგის დინასტია საკუთარი ჟოუს დინასტიით შეცვალა. მაგრამ ესეც დიდხანს არ გაგრძელებულა. მისი ქმედება ტრადიციული სისტემის სერიოზული დარღვევა იყო. პირველად ისტორიაში ხალი არა მხოლოდ იმპერატორს აკონტროლებდა, არამედ თავად გახდა იმპერატორი. ტიტული მან 60 წელზე მეტი ასაკში მიიღო, მაგრამ მანამდე მას უკვე დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ნამდვილი ძალაუფლება. მთლიანობაში თითქმის ნახევარი საუკუნე იყო მთავრობის მნიშვნელოვანი ძალა, როგორც იმპერატრიცა, ქრივი იმპერატრიცა, რეგენტი და მოგვიანებით იმპერატორი. მან კაცრი მეთოდები გამოიყენა მტრების წინააღმდეგ. მას ჰყავდა საიდუმლო პოლიცია და ხალხს მოუწოდებდა დაესმინათ იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც მის წინააღმდეგ ეჭვმიტანილებად მიიჩნეოდნენ. ბევრი ნამდვილი და ეჭვმიტანილი მტერი გამოიძიეს, გადაასახლეს ან მოკლეს. ამიტომაც არასწორია მისი მხოლოდ როგორც უდანაშაულო მსხვერპლის წარმოჩენა, რომელსაც ისტორია უსამართლოდ მოექცა. მართლა სასტიკი იყო მისი მმართველობის ზოგი ნაწილი, მაგრამ ითქვა ისა, იყო კი ის უფრო სასტიკი ვიდრე ბევრი მამაკაცი იმპერატორი. თუ უბრალოდ მისი სისასტიკე უფრო მეტად გამოარჩიეს, იმიტომ რომ ხალი იყო. შემდეგ საუკუნეებში მისი როგორც ლიდერის მიღწევები თითქმის დაიფარა მკვლელობისა და ღალატის ისტორიებმა. მაგრამ არსებობს სხვა სახის მტკიცებულება, რომელიც ნელ-ნელა ამოდის მიწიდან. ყოფილი ტანგის დედაქალაქის ჩანგანის გარშემო, რომელიც ახლა თანამედროვე სიანის ნაწილია, მრავალი უძველესი სამარხი იქნა აღმოჩენილი. ამ სამარხებში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ფრესკები, ტანსაცმელი, სამკაულები, კერამიკული ფიგურები და წარწერიანი საფლავის ქვები. ისინი აჩვენებენ თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები, რა სამუშაოს ასრულებდნენ ისინი, როგორ ეცვათ და რა პოზიცია ეკავათ საზოგადოებაში. არსებობს მუსიკოსების, მსახურების, ვაჭრების, ჯარისკაცების, არისტოკრატების და უცხოელების ფიგურები, რომლებიც ჩინეთში მოვიდნენ ფართო სავაჭრო მარშრუტებით. ეს ფიგურები აჩვენებს, რომ ჩანგანის ქალაქი მდიდარი და საერთაშორისო იყო. არსებობდნენ ადამიანები ცენტრალური აზიიდან და სხვა რეგიონებიდან, რომლებიც საქონელელი, მუსიკა, მოდა და ახალი იდეებით ანმოქონდათ. მაგრამ კიდევ ერთი რამ იყო მათში შესამჩნევი. ზოგიერთ საფლავის ხელოვნებაში ტანის დინასტიიდან ჩანს ქალები, რომლებიც ცხენზე სხედან, სპორტით არიან დაკავებულნი და აცვიათ ტანსაცმელი, რომელიც ჩვეულებრივ მამაკაცებთან ან ცენტრალური აზიიდან უცხოელებთან ასოცირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ქალი და კაცი მაშინვე თანასწორი გახდა. მამაკაცები კვლავ აკონტროლებდნენ მთავრობისა და ოჯახის უმეტესობას. უფრო თავისუფლები იყვნენ მდიდარი და არისტოკრატი ქალები, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქეები. მაგრამ მტკიცებულებები აჩვენებს, რომ ტანის დინასტიის პერიოდში ზოგიერთ ქალს მოქმედების უფრო ფართო არ ექონდა, ვიდრე ჩვენ გვგონია. მათ უფრო დიდი ადგილი ეკავათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მოდაში, გართობასა და სამეფო კარის ზოგიერთ ნაწილშიც. ტანსაცმელი და ფიგურები ვერ ამტკიცებს, რომ მხოლოდ ვუ იყო ამ ყველა ცვლილების მიზეზი. ზოგიერთი მათგანი მანამდე დაიწყო, სანამ ის იმპერატორი გახდებოდა. მაგრამ ქალის ყოფნა უმაღლეს პოზიციაზე შეიძლება უფრო დიდი სივრცე მისცა იმ ქალებს, რომლებიც ძველი შეზღუდვების გადალახვას ცდილობდნენ. ისტორია კიდევ უფრო გაღრმავდა, როცა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ნივთები,
რომლებიც ადრე მხოლოდ უძველეს ტექსტებში ეწერებოდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ძალიან მდიდრული ფენიქსის გვირგვინი ტანის ეპოქიდან. ფენიქსი არის სიმბოლო, რომელიც დიდი ხანია ასოცირდება იმპერიული ოჯახის ქალწევრებთან. გვირგვინი შედგება ოქროსგან, მეტალის დეკორაციებისგან და მრავალი პატარა ძვირფასი ქვისა და მარგალიტისგან. ეს უბრალო სამკაული არ არის. ეს გვიჩვენებს სიმდიდრეს, ხელოსნების ოსტატობას და იმ ქალის მაღალ პოზიციას, რომელსაც ეს გვირგვინი ეკუთვნის. საუკუნეების განმავლობაში ისტორიკოსები მხოლოდ კითხულობდნენ ასეთი გვირგვინების შესახებ. ეხლა კი არსებობს ნამდვილი ნივთი, რომლის შესწავლაც შესაძლებელია. და რაც უფრო მეტი არქეოლოგიური მტკიცებულება იძებნება, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ძველი წარმოდგენა ვუძეტიანზე, როგორც მხოლოდ სასტიკ და ხარბ ქალზე, საკმარისი არ არის. ეს არ შლის იმ ფაქტს, რომ მისი სიმმართველობის დროს ადამიანები დაიღუპნენ. მაგრამ ეს აჩვენებს, რომ მისი ისტორია ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე ის დანაშაულები, რომლებიც მას დაბრალდა. იმის გასაგებად, თუ რა გავლენა მოახდინა მან ჩინეთზე, საჭიროა შევხედოთ არა მხოლოდ იმას, რასაც მისი მოწინააღმდეგეები წერდნენ, არამედ იმასაც, რაც უშუალოდ მისმა ეპოქამ დატოვა. ფენიქსის გვირგვინი, რომელიც ლიცუის სამარხში იპოვეს, მხოლოდ ძვირფასი სამკაული არ არის. ეს ასევე ნათელი მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად მდიდარი და ფართო იყო ტანის დინასტიის ჩინეთის კავშირები მსოფლიოს სხვა ნაწილებთან. მისი დამზადება ძალიან დეტალურია. ოსტატებმა დამოიყენეს თხელი მავთულები, პატარა ოქროს მარცვლები, მარგალიტები, სადაფი, მინა და ფერადი ქვები. თუ მთლიანობაში დავაკვირდებით, ის გავს ფრინველს გაშლილი კუდით. უფრო მნიშვნელოვანია მასალების წარმოშობა. არსებობს ქვები და დეკორაციები, რომლებიც შესაძლოა ცენტრალური აზიიდან, ინდოეთიდან, ირანიდან და ინდოეთის ოკეანის რეგიონებიდან მოდიოდეს. ეს ნიშნავს, რომ ამ გვირგვინის ზოგიერთი ნაწილი 1000-ობით კილომეტრი იმოგზაურა, სანამ ჩანგანში მოხდებოდა. ლიცუიტანის სამეფო ოჯახის შორეული შტოდანი იყო, ის გარდაიცვალა ვუძეტიანის დროიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, ამიტომ გვირგვინი ვუს პირად მმართველობაზე პირდაპირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. მაგრამ ეს გვიჩვენებს იმ მდიდარი ხელოვნებაში და ხელოვნებული და სხვა ქვეყნებთან დაკავშირებული საზოგადოების ტიპს, რომელიც ტანის ეპოქაში ჩამოყალიბდა. როცა მისი სამარხი გახსნეს, იგი მძარცველებს არ ჰქონდათ გაძარცული. იქვე იპოვეს სამკაულებიც, რომლებიც ადრე მის თმაზე იყო დამაგრებული. სპეციალისტებმა თითოეული პატარა ნაჭერი სათითაოდ მოაწყვეს, რათა თავიდან შეექმნათ თავსაბურავი. ლიცუის ხელში წეჭირა ჟადის აბრეშუმის ჭია. აბრეშუმის ჭია მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისგან მიიღება აბრეშუმი, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი იყო. აბრეშუმს იყენებენ ტანსაცმელში საჩუქრებად, მმართველებისთვის და ვაჭრობისთვის. მისი ღირებულება ძალიან მაღალი იყო, რადგან მსუბუქია, ლამაზია და რთული დასამზადებელია. იგი იცვლებოდა ცხენებზე, მინის ნაწარმზე, ძვირფას ქვებზე, სუნელებზე, ლითონზე, მედიკამენტებზე და სხვა პროდუქტებზე, რომლებიც ჩინეთის გარედან შემოდიოდა. აქ მნიშვნელოვანი გახდა ჩანიანი. ეს მხოლოდ მთავრობის დედაქალაქი არ იყო. ეს ასევე იყო დიდი სავაჭრო ცენტრი, სადაც სხვადასხვა პროდუქტი იხრიდა თავს, ადამიანები, რელიგიები და იდეები აზიის სხვადასხვა ნაწილიდან. აბრეშუმის გზა ერთი გზა არ იყო, ეს იყო ფართოქსელი მარშრუტებისა, რომლებიც აკავშირებდა ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, ინდოეთს, სპარსეთს, ახლო აღმოსავლეთს და ევროპას. ამ მარშრუტებზე მხოლოდ პროდუქცია არ გადაადგილდებოდა. ასევე მოგზაურობდნენ ვაჭრები, ბერები, დიპლომატები, ხელოსნები, მუსიკოსები და მეცნიერთა. ისინი თან ატარებდნენ თავიანთ საკვებს, მუსიკას, ტანსაცმელს, რწმენებსა და ტექნოლოგიას. ამიტომაც გახდა ჩანიანი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თავისი დროის ყველაზე საერთაშორისო ქალაქი. მის ბაზრებზე იყიდებოდა ადგილობრივი აბრეშუმი და კერამიკა. იმპორტირებულ მინის, სუნელების, ძვირფასი ქვების, ლითონის ნაკეთობებისა და შორეული ადრილებიდან ჩამოტანილი საკვების გვერდით. ეს კავშირები ჩანს იმ უცხოელი ელჩების ფრესკებზეც, რომლებიც იმპერატორის კარზე მიდიოდნენ. ყოველთვის ვერ არის შესაძლებელი ზუსტად განსაზღვროთ, საიდან იყო თითოეული ადამიანი, ვინც ფრესკაზეა გამოსახული, მაგრამ აშკარაა, რომ ტანგის კარზე ბევრი უცხოური დელეგაცია მიდიოდა ვაჭრობის, დიპლომატიის, საჩუქრების ან სამხედრო შეთანხმების მიბების მიზნით. უძეტიანისთვის დიპლომატია ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის არ ერიდებოდა სამხედრო ძალის გამოყენებას. თუმცა ის ასევე იყენებდა ელჩებს, შეთანხმებებს, ხარკს და ურთიერთობებს მეზობელ სახელმწიფოებთან. 692 წელს მისმა ძალებმა დაიბრუნეს ტანგის მნიშვნელოვანი პოზიცია ტარიმის აუზში. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ რეგიონზე გადიოდა ის მარშრუტები, რომლებიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აკავშირებდა. როდესაც მთავრობა აკონტროლებდა ოაზისებს, გზებსა და სამხედრო პოსტებს, ქარავნების დაცვა უფრო მარტივი ხდებოდა. თუმცა ეს მაინც არ ხდიდა აბრეშუმის გზას სრულად უსაფრთხოს. საფრთხე მაინც რჩებოდა ყაჩაღების, ომების, ადგილობრივი აჯანყებებისა და კაცრი კლიმატისგან. მაგრამ ტანის დინასტიის გაძლიერებულმა ყოფნამ ხელი შეუწყო ვაჭრობისა და კომუნიკაციის შენარჩუნის შენარჩუნებას. ჩანგანში ორი მთავარი ბაზარი იყო. აღმოსავლეთის ბაზარი უფრო ახლოს იყო ოფიციალურ პირებთან და მდიდარ ოჯახებთან.
დასავლეთის ბაზარი კი უფრო ცნობილია უცხოელ ვაჭრებსა და იმპორტირებულ პროდუქტებს. იქ იყიდებოდა საკვები, ქსოვილი, ლითონი, წამლები, ტყავი და საწერი ნივთები. იყო საწყობები, არხები, ხიდები და გზები, სადაც ეთლები გადაადგილდებოდნენ. არქეოლოგებმა მიწაზე ბორბლების კვალი აღმოაჩინეს. მთავრობა მკაცრად აკონტროლებდა ფასებს, ზომებს, გახსნის დროს და ბაზრის წესრიგს. აბრეშუმის გზის საშუალებით ჩინეთში შევიდა ყურძენი, სეზამი, სუნელები, მინის ნაწარმი, ძვირფასი ქვები და მუსიკალური ინსტრუმენტები. ამიტომ მან არა მხოლოდ იმპერიის ხაზინა გაამდიდრა, მან ასევე შეცვალა ხალხის საკვები, მოდა, მუსიკა, ხელოვნება, რელიგია და ყოველდღიური ცხოვრება. უჰუშეჩანი არ ყოფილა აბრეშუმის გზის დამწყები. ის უკვე დიდი ხნის არსებობდა მანამდე, სანამ ის დაიბადებოდა. მაგრამ მისი მმართველობის დროს მთავრობამ შეინარჩუნა და გააძლიერა ეს მნიშვნელოვანი გზა ვაჭრობისთვის, დიპლომატიისთვის და უსაფრთხოებისთვის. როდესაც სიმდიდრე დედაქალაქში შემოდიოდა, იმპერიულმა კარმა არქიტექტურაც გამოიყენა თავისი ძალაუფლების საჩვენებლად. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიმბოლო დამინგის სასახლეა. გუ პირველი არ ყოფილა, ვინც ეს ააშენა. ეს დაიწყო იმპერატორ დაიჯუნის დროს და გაფართოვდა იმპერატორ გაოძუნის პერიოდში. 663 წელს იმპერიული კარი იქ გადავიდა. რადგან ვუ აქტიურად მონაწილეობდა მთავრობის საქმიანობაში, ეს ადგილი მნიშვნელოვანი გახდა მისი პოლიტიკური ცხოვრებისათვის. მთელი კომპლექსი ძალიან დიდია. აქ არის ფართო ეზოები, ცერემონიული დარბაზები, სამთავრობო ოფისები, საცხოვრებელი ადგილები, ბაღები და ადგილები სპორტისა და გართობისთვის. დამფენგის კარიბჭე არის დიდი სამხრეთის შესასვლელი. ის ისეა დაპროექტებული, რომ მაღალი და ფართოა, რათა ვინც არ უნდა შევიდეს, მაშინვე იგრძნოს იმპერატორის ძალაუფლება. საჭიროა გაიარო ფართო ღია სივრცეები, სანამ მთავარ დარბაზებამდე მიხვაო. ამაში მარტივი გზავნილია. ადამიანი პატარაა იმპერიის წინაშე. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენობა ჰანიუანის დარბაზი, სადაც სტარდება დიდი ცერემონიები და უცხოელი ელჩების მიღება. ასევე არის ლინდის დარბაზი, რომელიც გამოიყენება ბანკეტებისთვის, დიპლომატიური შეხვედრებისთვის და მიღებებისთვის, მუსიკისა და ცეკვის წარმოდგენებისთვის. ეს მხოლოდ შთაბეჭდილების მოხდენა არ არის, ეს პოლიტიკური სტრატეგია. როდესაც სტუმრები აღფრთოვანებული არიან სასახლის სიდიდით და კარის სიმდიდრით, ტანგის ჩინეთის ძალაუფლების ცენტრის გზავნილი კიდევ უფრო ძლიერდება. სხვა სახელმწიფოების დარწმუნებაც უფრო ადვილია ვაჭრობაში, ხარკის გაგზავნაში, ან კონფლიქტის თავიდან აცილებაში, დამინგის სასახლე იმპერატორის უბრალო სახლი არ იყო. აქ განიხილება კანონები, გადასახადები, სამხედრო კამპანიები, მოხელეების დანიშვნა, საგარეო ურთიერთობები და საკვების მიწოდება. აქვე შემოდის სიახლეები შორეული პროვინციებიდან და საზღვრებიდან. კომპლექსის შიგნით ჩანს ვუძეტიანის მმართველობის ორი სახე. ერთი მხრივ არსებობს მკაცრი კონტროლი და შიში პოლიტიკური მტრების მიმართ, მეორე მხრივ არსებობს მთავრობა, რომელიც დაკავშირებულია სხვა ქვეყნებთან, იღებს სარგებელს ვაჭრობიდან, ითვისებს უცხოურ კულტურას და შეუძლია ძალაუფლების უზარმაზარი ცენტრის შენარჩუნება. ეს არნიშნავს იმას, რომ ჩინეთის ყველა ნაწილი მდიდარი და მშვიდობიანია. მაგრამ აშკარაა, რომ მისი ეპოქა მხოლოდ უბედურებას არ მოიტანდა. აღმოჩენილი სამკაულები, იმპორტირებული მასალები, ბაზრები, ფრესკები და სასახლის საძირკვლები უფრო რთულ რეალობას აჩვენებს. ჩინეთი ვუძეტიანის ეპოქაში ძლიერი, მდიდარი და საერთაშორისო იმპერია იყო. და მან ვაჭრობა, დიპლომატია, სამხედრო ძალა და არქიტექტურა გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ სწორედ ის იყო ძალაუფლების ცენტრში. დამინგის სასახლე არა მხოლოდ ძალიან დიდი იყო, არამედ მისი მდებარეობაც გამორჩეული იყო. ყოფილი საიმპერატორო სასახლე ჩანგანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა, ტრადიციული დედაქალაქის განლაგების შესაბამისად. მაგრამ დამინგის სასახლე ძველი ქალაქის კედლის გარეთ აშენდა. ვუძეტიანისთვის ეს მისი ძალაუფლების ახალი ცენტრი გახდა. აქ შეეძლო დაეტოვებინა თავისი იმიჯი, როგორც ყოფილი დაბალი რანგის კონკუბინა და წარმოიჩინა თავი როგორც ძლიერი იმპერიის ნამდვილი ლიდერი. მაგრამ ვუიცოდა, რომ დიდი სასახლე საკმარისი არ იყო. მას ასევე სჭირდებოდა ჩვეულებრივი ხალხის მხარდაჭერა. მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღი ბუდიზმი იყო. იმ დროს ბევრი ჩინელი მისდევდა ამ რელიგიას. გარდა ამისა, ბუდიზმი უფრო ღია იყო იდეის მიმართ, რომ ხალხს შეეძლო ქონოდა მაღალი სულიერი და პოლიტიკური ავტორიტეტი, ვიდრე ტრადიციული კონფუციანური სისტემა. ვუძეტიანმა ბუდისტური სწავლებები გამოიყენა იმის საჩვენებლად, რომ მისი მმართველობა ზეცის კურთხევით იყო. მან მხარი დაუჭირა ტაძრების, პაგოდებისა და ქანდაკებების აშენებასა და აღდგენას. ბუდისტური წმინდა ტექსტების მასობრივი გადათარგმნა და გავრცელება. ერთ-ერთი შენობა, რომელიც მას უკავშირდება, არის დიდი ველური ბატის პაგოდა ჩანგანში. ის პირველად 652 წელს აშენდა, რათა შეენახათ ბუდისტური წმინდა წერილები, რომლებიც ინდოეთიდან ჩამოიტანა ბერმა სუანძანმა. როდესაც პირველი ნაგებობა დაინგრა, ის ხელახლა ააშენეს ვუძეტიანის მმართველობის პერიოდში. იგი უფრო მაღალი და შთამბეჭდავი გახადეს, რათა ქალაქის შორეული ნაწილებიდანაც დაენახათ.
მისი ზუსტი თავდაპირველი სიმაღლე უცნობია, მაგრამ აშკარაა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მისი ეპოქის უდიდესი ბუდისტური ნაგებობა იყო. ვუს უფრო აშკარა კავშირი ჰქონდა ლუოიანგის ლონგმენის მღვიმეებთან. მთელი ტერიტორია სავსეა ათასობით ბუდისტური ფიგურით, რომლებიც გამოქვაბულებსა და მთის ფერდობებზეა ამოკვეთილი. მათ შორის ყველაზე დიდი ბაიროკა ვიროხანა ბუდა, რომლის სიმაღლეც 56 ფუტზე მეტია. ბაიროკა ვიროხანა წარმოადგენს სინათლესა და ძალას, რომელიც მთელ მსოფლიოს ეწოდება. დიდი მხარდაჭერა გაუწია ამ მონუმენტის შექმნას. არსებობს ძველი რწმენა, რომ ქანდაკების სახე ვუძეტიანის სახის მიხედვით არის შექმნილი. მაგრამ ჯერ საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, რაც ამას ადასტურებს. რაც ნამდვილად ვიცით, ის არის, რომ მან ეს პროექტი გამოიყენა თავისი მმართველობის ბუდიზმის ძალასა და სიბრძნესთან დასაკავშირებლად. რელიგია ერთადერთი მიზეზი არ ყოფილა, რის გამოც ის ხელისუფლებაში დარჩა. ასევე ესმოდა, რომ ქვეყნის მართვა რთულია, როცა ხალხი და ჯარისკაცები შეიათ. ლუოიანგში მთავრობა იყენებდა დიდ ბეღლებს, სადაც ინახავდნენ მარცვლეულს, რომელსაც სხვა რეგიონები და მდინარეებისა და არხების საშუალებით ეზიდებოდნენ. მარცვლეულს ათავსებდნენ ღრმა და დიდ საცავ ორმოებში. მას ფრთხილად ფარავდნენ, რათა წყალი, ჰაერი, ვირთხები და მწერები ადვილად ვერ შეღწეოდნენ. ეს მარაგი შეიძლება გამოყენებულიყო მოხელეებისა და ჯარისკაცების ხელფასისა და საკვებისათვის. ასევე შეიძლებოდა მისი გამოშვება, როცა მოსავალი ნაკლები იყო, ფასები მაღალი ან კატასტროფა ხდებოდა. ვუ არ ყოფილა პირველი მმართველი, რომელმაც სახელმწიფო ბეღლები გამოიყენა. ესეთი სისტემა ჩინეთის მთავრობის ნაწილი დიდი ხანი არსებობს. მაგრამ მისი მმართველობის დროს ლუოიანი მნიშვნელოვანი იყო როგორც პოლიტიკური, ასევე მარაგების ცენტრი. საკვების დიდი საწყობები ეხმარებოდა დედაქალაქის სამხედროებისა და მთავრობის უზრუნველყოფას საჭიროების დროს. ის ვერც ძველ არისტოკრატიულ ოჯახებზე დაეხმებოდა სრულად. ბევრი მათგანი ქალ იმპერატორს ეწინააღმდეგებოდა. ამიტომ ტალანტიანი მოხელეების ძიება ტრადიციული ელიტის ფარგლებს გარეთ გააფართოვა. მან იმპერიულ გამოცდებსა და პირად უნარებს უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ამის შედეგად უფრო მეტმა განათლებულმა მამაკაცმა, რომელთაც არ ჰქონდათ ძლიერი კავშირები საიმპერატორო კარზე, მიიღო შანსი სახელმწიფო სამსახურში მოხვედრილიყო. სისტემა ყოველთვის ღია არ ყოფილა, გამოცდისთვის მოსამზადებლად მაინც საჭირო იყო ფული და განათლება. თუმცა ამან ხელი შეუწყო იმას, რომ შემცირებულიყო რამდენიმე გავლენიანი საგვარეულოს კონტროლი და შეძლო შეექმნა ახალი ჯგუფი მოხელეებისა, რომლებიც უფრო პირდაპირ მასზე იყვნენ დამოკიდებულნი. ასევე იყვნენ ქალები, რომლებსაც დიდი გავლენა ჰქონდათ მის კარზე. ყველაზე ცნობილი იყო შანგუან ვანერი. მისი მამა და ბაბუა დაისაჯნენ მას შემდეგ, რაც ვუს დაუპირისპირა. შანგუანი გაიზარდა სასახლისმსახურად, მაგრამ მისი ნიჭი წერის, ლიტერატურისა და სახელმწიფო საქმეების მიმართ შეამჩნიეს. ქალებიც კი დაუპირისპირდნენ სიანგუანს, მაგრამ მან შეძლო გადარჩენა. გადარჩენა იმპერიული ბრძანებების წყალობით. მას დიდი როლი ჰქონდა სასახლის პოლიტიკაში. ამიტომ თანამედროვე მწერლები მას ქალ პრემიერ-მინისტრს უწოდებენ. მაგრამ ეს მისი ოფიციალური ტიტული არ იყო. უფრო ზუსტად ის იყო ძლიერი მრჩეველი, მწერალი და სასახლის მოხელე, რომელსაც პირდაპირ ცდომა ჰქონდა უმაღლეს ლიდერთან. მისი აღმავლობა აჩვენებს, რომ მუ მზად იყო ნიჭიერი ადამიანი გამოეყენებინა. თუნდაც ეს ქალი ყოფილიყო ან ადრე მისი მტრის ოჯახიდან ყოფილიყო, რომელიც ადრე მისი მტერი იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ქალის მდგომარეობა თანაბარი იყო. ზოგიერთი ქალი ტანგის ეპოქაში უფრო თავისუფალი იყო ჩაცმულობაში, ბიზნესში, მოგზაურობაში, ქორწინებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაში, ვიდრე სხვა ეპოქებში. მაგრამ უმეტესწილად მთავრობა, ქონება და ოჯახი მაინც კაცების კონტროლქვეშ რჩებოდა. უფრო უსაფრთხოა ითქვას, რომ გუს და ისეთი ქალების როგორიც იყო სიანგუან ვანერი, ყოფნამ გააფართოვა ქალების ხილული როლი კარს. ვუს დროის შემდეგ მომდევნო მმართველებმა სცადეს ძველი მამაკაცური კონტროლის დაბრუნება. 2013 წელს აღმოაჩინეს სიანგუან ვანერის სამარხი. მისი ნაწილი განზრახიყო განადგურებული, მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, ვინ გასცა ბრძანება და როდის მოხდა ეს განადგურება. მისი ეპიტაფია აჩვენებს, რომ მისი ცხოვრება უფრო რთული იყო, ვიდრე ძველი ამბები გვიამბობენ. ის მხოლოდ ვუს ან სხვა მმართველის მორჩილი არ ყოფილა. მას საკუთარი პოლიტიკური პოზიციაც ჰქონდა და რამდენჯერმე სცადა შეეჩერებინა ძალაუფლებისთვის საშიში ბრძოლა. თუმცა ვუს წარმატებებს ვერ წაშლიდა მისი მმართველობის სისხლიან ნაწილს. მან გამოიყენა ინფორმატორები, საიდუმლო პოლიცია, გამოძიება, გადასახლება და სიკვდილით დასჯა ეჭვმიტანილი მტრების წინააღმდეგ. მისი მმართველობის პერიოდში სამეფო ოჯახის და არისტოკრატიას ბევრი წევრი დაიღუპა პოლიტიკური კონფლიქტების შედეგად. არსებობს ისტორიები, რომლებიც მას უკავშირებენ მისი შვილიშვილის პრინცესა იონგთაის სიკვდილს. ზოგიერთი ძველი ისტორიული წიგნის მიხედვით, პრინცესა, მისი ქმარი და მისი ძმა დაისაჯნენ მას შემდეგ, რაც მათ გააკრიტიკეს უცეზეთის უახლოესი ფავორიტები. თუმცა პრინცესას საფლავზე ეპიტაფია სხვა რამეს მიანიშნებს. შესაძლებელია, რომ ის გარდაიცვალა რთული ორსულობის ან მშობიარობის გამო, ამიტომ დარწმუნებით ვერ ითქმის, რომ იგი უცეზეთის ბრძანებით მოწამლეს.
ძველი წყაროები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კვლავობა დადასტურებულად ჩაითვალოს. სწორედ ეს არის უცზეტის შეფასების ყველაზე რთული ნაწილი. არასტორია, რომ მისი შესახებ ყველა სასტიკი ამბავი დაუყოვნებლივ მივიღოთ სიმართლედ. მაგრამ ასევე არასტორია, რომ უცზეტი მხოლოდ ისტორიის უდანაშაულო მსხვერპლად წარმოადგენთ. მან ნამდვილად გამოიყენა ძალადობა თავისი პოზიციის დასაცავად. იგივე გააკეთეს ბევრმა მამაკაცმა იმპერატორმაც. მაგრამ ეს არ ამართლებს მის ქმედებებს. ასაკის მატებასთან ერთად მისი კარის ცხოვრება კიდევ უფრო არეულობიანი გახდა. დიდი გავლენა მოიპოვეს ძმებმა ჯიანგ იჯიმ და ჯიანგ ჩანგძონგმა, რომლებიც უსთან ახლოს იყვნენ. ბევრი მოხელე თვლიდა, რომ ისინი იყენებდნენ თავიანთ ურთიერთობას მოხუც იმპერატორთან, რათა გაეკონტროლებინათ დანიშვნები და მთავრობის გადაწყვეტილებები. ამასობაში გრძელდებოდა დაპირისპირება ვუშჯოუს დინასტიის მხარდამჭერებსა და მათ შორის ვინც ტანგის სამეფო ოჯახის დაბრუნებას ისურვებდა. არსებობს მტკიცებულება, რომ მისთვის სულიერი მიტევების ძიება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 700 წელს მან დაამზადებინა პატარა ოქროს ტაბლეტი და გაგზავნა იგი სონგის მთაზე, რომელიც ჩინეთის ერთ-ერთ წმინდა მთას წარმოადგენს. ამ ტაბლეტზე დაწერილი იყო თხოვნა, რომ მისთვის მიეტევებინათ ცოდვები. ეს ტაბლეტი ერთმა გლეხმა იპოვა 1200 წელზე მეტი ხნის შემდეგ. ეს არის ერთადერთი ცნობილი პირადი ნივთი ვუძეტიანისგან, რომელიც აღმოჩენილია და რომელსაც აქვს მკაფიო წარწერა, რომელიც პირდაპირ მას ეხება. ჩვენ არ ვიცით ნამდვილად ნანობდა თუ არა, თუ ეს უბრალოდ საჯარო რელიგიური ცერემონიის ნაწილი იყო. მაგრამ აშკარაა, რომ მას სურდა ეჩვენებინა, რომ საკუთარ თავს აღიარებდა. როგორც ცოდვიანი ადამიანი, მას პატიება სჭირდებოდა. როცა მისი სხეული სუსტებოდა, მისი მტრები უფრო ძლიერდებოდნენ. 705 წელს მაღალი რანგის მოხელეთა და გენერლების ჯგუფი სასახლეში შევიდა. მათ მოკლეს დიანგის ძმები და აიძულეს უროდ ტახტი თავის შვილ ჟონგძონგისთვის დაებრუნებინა. მან ოფიციალურად დატოვა თანამდებობა. ეს არ ყოფილა სულიად ნებაყოფლობითი გადადგომა, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან დაკარგა გადატრიალების შეჩერების უნარი. მაშინ ის 80 წელზე მეტი იყო. მხოლოდ რამდენიმე თვეში ის გარდაიცვალა. ტანგის დინასტია აღადგინეს და ვუს მის მეუღლე იმპერატორ გაოძონგთან ერთად ციანლინგის მავზოლეუმში დაკრძალეს. მავზოლეუმის კომპლექსი დიდია და მთის გარშემო აშენდა. საფლავთან მისასვლელ გზაზე დგანან ჯარისკაცების, მოხელეების, ცხოველებისა და უცხოელი ელჩების ქანდაკებები. ეს ქანდაკებები ასახავს იმპერიის გავლენისა და კავშირების მასშტაბს, რომელსაც ისინი ერთ დროს მართავდნენ. იქ არის ერთი რამ, რაც ვუძეტიანის ყველაზე ცნობილ სიმბოლოდ იქცა. დიდი ქვის მონუმენტია, რომლის წინა მხარეს არც ერთი ოფიციალური ქება არ არის ამოტვიფრული. მას უწოდებენ უმეთხველო სტელას. არსებობს სხვადასხვა ახსნა, თუ რატო დარჩა ის ცარიელი. შესაძლოა ვუძეტიანი ფიქრობდა, რომ სიტყვები არასაკმარისია მისი მიღწევების აღსაწერად. შესაძლოა მან მომდევნო თაობისთვის დატოვა მისი შეფასების უფლება. ასევე შესაძლებელია, რომ მის ოჯახს ვერ მიაღწია შეთანხმებას, თუ როგორ უნდა აღეწერა ხალი, რომელმაც იმპერატორის ტიტული მიიღო და დროებით ტანგის დინასტია შეცვალა. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რომელი იყო ნამდვილი მიზეზი, მაგრამ მონუმენტის სიჩუმე მას ძალიან შეეფერება. ვუძეტიანი არც უბრალო გმირია და არც უბრალო ბოროტმოქმედი. ის იყო გამორჩეული პოლიტიკოსი, რომელმაც რელიგია, ვაჭრობა, საკვების მიწოდება, მთავრობის რეფორმა, პროპაგანდა და სამხედრო ძალა გამოიყენა იმპერიის გასამტკიცებლად. მან შესაძლებლობა მისცა ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც ყველაზე ძლიერ ოჯახებს არ ეკუთვნოდნენ. მან ასევე აჩვენა, რომ ქალსაც შეუძლია ლიდერობა იმ სისტემაში, რომელიც კაცებისთვის იყო შექმნილი. მაგრამ ამასთან ერთად მან გამოიყენა შიში და ძალადობა იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც შეიძლება მის წინაშე დაბკოლებად ქცეულიყო. 1300 წელზე მეტი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ მისი მონუმენტი კვლავაც ცარიელია. ეს იმიტომ კი არ არის, რომ მის შესახებ მოსაყოლი არაფერი არსებობს, არამედ იმიტომ, რომ მის ცხოვრებაში იმდენად ბევრი ურთიერთსაწინააღმდეგო სიმართლეა, რომ ერთ განაჩენში ვერ ჩაეტევა.